Salmabit თქვენ უყურებთ ყოველდღიურ რეალურ სივრცეს. დღეს 18 აპრილია ორშაბათი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გახლავართ. ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მოსახლეობა ისევ აპროტესტებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ჩვენებლობას, რომელმაც დარიალ ჰესის სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა უნდა უზრუნველყოს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა შაბათს 16 აპრილს, როცა კომპანიებს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივებმა მშენებლობის დაწყებას ხელი შეუშალეს. მარიამ ჯაჭვაძე მუშაობდა თემაზე და დეტალებზე უფრო რცლადის მოგგვიყვება. მანამდე მე სტუმრებს გაგაცნობთ ბატონი ილია ელოშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ შარაშიძე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი და ბატონი ზაზა ციკლაური, ხეობის მკვიდრი. ასევე ჩართვაზე გვეყოლება ნინო გუჯარაიძე, ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას ხელმძღვანელი. მარიამ გისმენთ. ნინო, ჩვენ რეალურ სივრცეში ორჯერ გავაშუქეთ ეს თემა. ერთხელ სწორედ გადაცემა მთლიანად დავუთმეთ ყაზბეგის რაიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, მაგრამ სანამ გავიხსენებთ ფრაგმენტს გადაცემიდან, მანამდე მინდა რომ შაბათს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს და სტუმრებს და შემდეგ უკვე დავბრუნდეთ სტუდიაში დისკუსიით. მოამბე მუშაობდა ადგილზე და სწორედ მათ მიერ გადაღებულ მასალას შემოგთავაზებთ ახლა. კი ბატონო. უნდა შეჩერდეს სამუშაოები, რომ ხალხს მიეწას უფლება სათიბისა, სახნავა სათესისა და ხალხმა თავისუფლად იცხოვროს. ცივას ვერ დაამზადებს, როხას ვერ გაკვება და ის გლეხი გრავა მშიერი. აქციის შემდეგ ვიგებთ, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რომელიც ასევე იყო ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი გმირი, დააკავეს, დღეს ის გაათავისუფლეს და სწორედ ჩვენი გადაცემის სტუმარია. ამიტომ პირველი კითხვა ბატონო ზაზა თქვენთან მაქვს, როგორც ვიცი, პროცესში ჩაინიშნა პარასკევს პირველ საათზე. რა დოკუმენტაციის წარმოდგენა მოგთხოვათ სასამართლომ, რა გითხრათ? სასამართლომ არა, თავად მოვითხოვე მე საქმის მასალების გაცნობა და გაცნობისთვის სასამართლომ გამომიყო 3 დღე. შემდეგ განახდება პროცესი და ნახოთ რა შედეგით დამთავრდება. მაგრამ ეს არ არის თავარი. არ არის არც ჩემთვის მნიშვნელოვანი, არც კონკრეტულად ამ საქმის მასალები და ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის ეხება პირადად მე. ის ეხება პირადად ჩემს ბედს. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რისთვისაც დამაკავეს, რეალურად გაცილებით მნიშვნელოვანია თვითონ ის აქცია, რა აქციაც ჩვენ გავმართეთ. და გავმართეთ, როგორ გითხრათ, ფაქტიურად იძულებით, ფაქტის წინაშე დავდექით. არ გაითვალისწინეს ჩვენი არანაირი თხოვნა, რომ შეეჩერებინათ მუშაობა. არ გაითვალისწინეს. რატომ უნდა შეჩერებულიყო მუშაობა? თქვენ დასაბუთებული გქონდათ ეს მოთხოვნა? მოგახსენებთ. ჩვენ გვსაყუდურობდნენ, აი, თუნდაც ამ შეხლა შემოხლის დროს, რომ რატომ არ გადადიხართ კაბინეტებში, რატომ არ აგრძელებთ ურთიერთობას. ამ დროს განკარგულებას აძლევენ ტექნიკას ჩაირთოს, იმუშაონ და გვეუბნებიან, რომ თქვენ წადით, კაბინეტებში ისაუბრეთ და აქ ტექნიკამ გააგრძელოს, აქ თხრა და ლაპარაკია ჩვენს მიწას საკუთარ ტერიტორიებზე, როგორც ეხლა უყვართ თქვა, კერძო საკუთრებაზე, დიახ, კერძო საკუთრებაზე. ის რომ ეს კერძო საკუთრება ჩვენია, ეს სამწუხაროდ ეს დაახლოებით ისეთივე სადავოა, რომ აი ხლა გითხრათ, რომ მე ვარსებობ. როგორც მე ვარსებობ, ისე არსებობს ჩემი მიწა-წყალი, სადაც გავიზარდე თითოეულ ჩვენთაგანის, ჩვენი საბიძაშვილოს, ჩვენი სოფლის მიწა. მოდით მაშინ პირდაპირ ადრესაც დავუსვათ ეს შეკითხვა. ბატონო ილია, თქვენ როდესაც ცდოში შეხვდით მოსახლეობას შაბათს, თქვით ასეთი რამ, რომ ნებისმიერი ნებართვა გაქვთ უკვე მინიჭებული იმისთვის, რომ დაიწყოთ ეს სამუშაოები. პლუს რამდენიმე თვის წინ ჩვენთან გადაცემაში თქვენ ასეთი რაღაც თქვით, რომ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მოსახლეობას ეს მშენებლობა. მაინც პროტესტი არ ცხრება და როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძელით მოსახლეობის დარწმუნება? რა დააკლდა აი ამ მოლაპარაკების პროცესებს? მადლობა იმისთვის, რომ მეძლევა საშუალება გამოხატო ჩვენი პოზიცია, მაგრამ სამ ამაზე გადავიდოდე, ნამდვილად შინაგანად ძალიან გულიმწყდება, რომ ჩვენ მივედით ისე დაპირისპირებამდე, ბატონ ზაზათან, რამაც გამოიწვია ის მოვლენები ბოლო დღეებში. ბატონ ზაზა და ჩემი ურთიერთობა არ დაწყებულა შაბათს და არც დამთავრდება ამ ინციდენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემა ერთმანეთს გაგვაჩნია ჩვენი გვარებიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ მე უბრალოდ იცით არის აი 3 წელია მიხდება თითქმის ყველა პროტესტში მონაწილეობა როგორც მხარეთ. და ნუ აი ალბათ ის ჩემნაირი დემონიზირებული მოხელე არ არსებობს, იმიტომ რომ ყოველთვის მიწევს რაღაც გარკვეული ტიპის ქმედებები, რომელიც რა თქმა უნდა შორიდან შეიძლება ჩანდეს
რა თქმა უნდა არასასიამოვნო, შემთხვევაში ცუდად გამოიყურება ეს, მაგრამ აი ეს რა თქმა უნდა გამოწვეული არის აუცილებლობიდან, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და მე ვარ მოწოდებული იმის რომ მოხდეს კანონის დაცვა. მაგრამ ყველა ამ პროტესტის დროს მე რაღაცა ლოგიკას აი თვითონ მოსახლეობის ღელვაში, მათ რისკებს, ასე ვთქვათ, მათ ხედვებს რაღაც დონეზე ვიგებდი და მესმოდა რომ როცა გარკვეულწილად სადღაც მეწყვილში მუშაობთ, უნდა ვიყოთ უფრო მეტად თხილები. როცა თქვა ტბორავთ, მათთან უნდა ვიყოთ ძალიან თხილები და ნუ იქ მაგალითები მოვყავდა რომ იცით ადამიანი შვილებს აგზავნის ომში და ყველაზე დიდ ღირებულებას წირავს ქვეყნისთვის და თქვათ ეს თქვათ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ შეეძლოს ამის გაკეთება. ხო რაღაცა გასცე ზოგადად ქვეყნის სიკეთეს. აი ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ გავიგე რას ვაპროტესტებ და მარტივად გეტყვით. არანაირი ახალი მშენებლობა 220-იანის არ იგეგმება. არსებობს 100-იანი ხაზი, რომელიც გადადის პირდაპირ სოფელზე, პირდაპირ სოფლის საძოვრებზე, რომელიც არის მათ კერძო საკუთრებაში და ჩვენი პროექტის მიხედვით, იმიტომ რომ გავარემონტოთ ეს ხაზი, ანუ სახელმწიფო არემონტებს თავის ხაზს და ეს 4 ბოძი დაახლოებით 100 მეტრის იქით ხრიოკი ბოდიში ახლა ხრიოკი ჩემი ხრიოკი ყველაზე მაგრამ შემიყვარს, მაგრამ არა სასოფლო სამეურნეო ასე ვთქვათ, ფერდობზე ჩაერჭობა 4 ბოძი, მოშორდება მთლიან სოფელს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი არის იქ სადაც მასით საძირკველი იქნება ამ ბოძისგან, ნუ 400 კვადრატული მეტრი ამ 1000-ობით ჰექტარიდან იქნება, ასე ვთქვათ, საძოვრისთვის გამოუყენებელი, მაგრამ ეს არის 0.001% ამ ყველაფრის და ეს არის მთელი აი ამაზე არის ეს ყველაფერი. ეხლა უყურეთ. ამის სანაცვლოდ, ხო, არის კიდევ მეორე შიში, რომელიც აქვს მოსახლეობას, რომელსაც ჩვენ მე ვეთანხმები, მე 3 ჯერ ვიყავი ჩასული, სანამ ეს მოხდებოდა, ისიც ბატონმასაცამ 3 ჯერ გაფრთხილებული ვიყავ და ვთხოვე რომ ჩამომცემული იყო და არ მოგვეცა ამის საშუალებით დაკავებული იყო ალბათ. არის მეორე შიში, რომ ის დიდი პროექტი, რომელიც არის რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ირანი, რაზეც აი ეს დღეები მიდის მოლაპარაკებები, რომ არ გაიაროს ამ 500-იანმა, ანუ ხაზმა, რომელიც ამ შემთხვევაში თუ კი 4-ის უზარმაზარი ქვეყანა შეთანხმდება და ჩვენ ხვდებით ეს იქნება არანაკლები მნიშვნელობის, ვიდრე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იყო, თუ უფრო მეტის არა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნახევარ ენერგეტიკულ სამყაროს გავაერთიანებთ და აქვე იმასაც გეტყვით, რომ რაც უფრო მეტად ვიქნებით დაკავშირებულები, მით უკეთესია, იმიტომ რომ ეს ჩვენი ასე ვთქვათ ენერგეტიკული კულტები. ამ თემაზე ნება მომეცით რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ ეს კავშირშია. აი ყველაზე ლეგიტიმური შიში, რაც მე დავინახე 3-4 თვის წინ, შიში რა ესეთი ლოგიკური არგუმენტი, რომ ჩვენ აქ გადის 100-იანი უკვე და აღარ გვინდა 500-იანიც. მე უთხარი, დაგერეკეთ თქვენ არ იყავით, მაგრამ თქვენ სამომავლოდ უთხარი, რომ მე გეთანხმებით ამაში. მიუხედავად იმისა, რომ ის კორიდორი, რომელიც დარიალზე გამოდის, ეს ხაზი არის, იქ გადის ორივე მაგისტრალური გასადენი, არის საკმაოდ რთული თერგი გადის, წარმოიდგინეთ, ხო? ჩვენ აი ეს დაახლოებით 1.5 მილიონი, 2 აი ესეთი უცებ ხედვით მეტი დაждდება ეს ხაზი. ვუთხარით, თხოვეთ, მაგრამ დღემდე ეს ჩემი წინდება არის ძალაში. 3 სიტყვიანი წერილი დამიწერეთ, რომ ჩვენ ცდოს მოსახლეობა ვაპროტესტებთ. იმიტომ მე ხომ არ გავიღვიძებ წავალ მთავრობაზე და ამას შეთანხმებულია ვიცე-პრემიერთან, პრემიერთან. კი ბატონო, ამაზე მოვდივართ. აი ამის იქით ეს უკვე ჩემთვის გაუგებარი. ეხლა თუ დავასრულო, რომ დავასრულო. ერთი უბრალოდ აი ლოგიკურად დავასრულო. კი ბატონო. 3 კომლით ცხოვრობს დღეს ცდოში. 3 კომლი. ეს ამის მნიშვნელობას კი არ ამცირებს ამ სოფლის პირიქით უფრო ადიდებს, იმიტომ რომ საკმაოდ კარგია უფრო მეტი მაიცნობს, ხო? აი ამ ხაზის გარემონტებისთვის 4 ბოძის მოშორებისთვის მათი საკუთარი მიწებიდან ჩვენ მქონდა უკვე სხვა ძალიან ჩემთვის საპოტენციალო ადამიანთან დათო ციკლაურთან, რომელიც თქვენი ბიძაშვილია და ამ ადამიანმა ჩამომიყალიბა რამოდენიმე მოთხოვნა სოფლის. პირველი წყლის გამოყვანა, იმიტომ რომ წყალი არ არის. ეს ჯდება დაახლოებით 56,000 ლარი. ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს და შევპირდით, რომ წყალს გავიყვანთ აუცილებლად. 5 ჰექტარი ხე-ტყის აშენება, რაც არის დაახლოებით 30,000 ლარის სამუშაოები, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს და ის თანახმარო ეს გააკეთოს. და საყდარი, რომელიც ერთადერთი სოფელი არის ცდო, სადაც არ არის საყდარი. დღეს შემიძლია ბატონი კახის სახელით გითხრათ, მე მაშინ ვერ შევპირდი, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი მექნებოდა თუ არა მისი ბუნებრივია. ეს უკვე საყდარი იყო სუსუ ბოლო მოთხოვნა, როცა მე ვიყავი ასული პარასკევ სოფელში და დღეს შემიძლია ძალიან დიდი ბედნიერებით გითხრათ, რომ ბატონო კახი თქვა, რომ ის დააფინანსებს აი ამ საყდრის მშენებლობას. ინვესტორთან სამივე მოთხოვნა შეთანხმებულია. ინვესტორთან ორი შეთანხმებული და ბატონო კახი თქვა, რომ არ ჭირდება საყდრის ინვესტორი, ის თვითონ ამას გააკეთებს. ანუ ყველაფერი შეთანხმებულია, სოფელს ძალიან დიდი სიკეთეები მოვა აი ამ 4 ბოძის გადატანით და კიდე დღეს მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე აუმეწურა. თუ კომპენსაციებზე არის საკითხი. აი ხო არა ლოგიკურია, ეხლა რასაც ვიტყვი, წარმოგიდგენთ, ეხლა როგორი არა ლოგიკურია, ხო? კი, ოღონდ რომ მე გადავიდე. ბოლო 3 წელს ვიტყვი ამთავრებ. აი ეს 4 ბოძი ეხლა არის გადის კერძო საკუთრებაზე. გადაგვაქვს
სახელმწიფო მიწებზე ვაშორებთ 100 მეტრით. კომპენსაცია ხო პირიქით რო ყოფილიყო სახელმწიფოდან რო გადმეტანა კედოზე, მაშინ ხო უნდა მოთხოვნილიყო. ეხლა ვიძახით, რომ დავითვლით აი ამ ტერიტორიას, ოღონდ თვითონ ახლა მოსახლეობამ გადაინაწილოს ერთმანეთში, ვის რას ფიქრობს, რომ აი ამ 100 მეტრის დაშორებით, აი ამ კორიდორში მათ ეკუთვნით და ისე როგორც ასობით ადამიანს აი გაყოლებაზე უკვე ქვემოთ კორიდორში არის, მათაც ამ კომპენსაციებს გავცემთ. აი ამის იქით როცა მე უკვე მაგ ნებართვა, როცა ამდენი რაღაცა ხდება და როცა უკვე ხდება პროტესტი ძალადობრივი, აქ უკვე აღარ არის საუბარი 4 ბოძზე, აქ არის საუბარი იმაზე, აქედან თუ დაიწყო, თქვა და ესეთი რაღაცა ჩვენ გავატარეთ, რომ რატომღაც ხო და მოთხოვნა არის რა, რომ საერთოდ წაიღეთ 100-იანი ხაზი აქედან. კი ბატონო, აი მოთხოვნაზე მინდა ზუსტად ამისი როგორ არის თქვა ვიხმარ რა არ ვიცი ამისი გაგატარება გასაგებია ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება ხო ბატონო რა გადაწყვეტილება რომ არ ემატებ ჩვენ ბოძს როგორ შევცვალ და რა გავაკეთო მაშინ ნუ პროტესტი ეს იგივეა რომ მე ახლა გამოვიდე დავიწყო ავტობანის რემონტი და უცებ მოვიდნენ ხალხი და თქვა ნუ ავსებ ორმოებს ან რაღაც ხით ნუ არ ემოტებ იგივეა ბატონო ზაზა რამდენიმე თვის წინ თქვენ აპროტესტებით 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას დღეს შენდება გაცილებით დაბალი სიმძლავრის 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი. ეხლა რა არის კონკრეტულად პროტესტის საბაბი? კიდევ ერთხელ კარგად რომ განმარტოთ. ხნის წინ მე ვაპროტესტებდი არა მარტო 500-იანს, ასევე 220-იან ხაზს. ეს ერთი, მაგრამ მეცინება ეხლა ბატონი ილიას საუბრის მერე ძალიან ალბათ ჩვენი სოფლის მოსახლეობა არაერთი ადამიანი გამოვიყურებით არა მარტო ბრიყვებად, არამედ უმადურებადაც. თურმე ამ ხელას იკეთე კეთდება ჩვენთვის და არა მარტო უგნურები ვართ, რომ ვერ ვხედავთ ამ სიკეთეებს, არამედ უმადურებიც ვართ, რომ ბოდიში ჩაგეჭრეთ თქვენ ისმენდით ძალიან კარგად, ხუთ მე ჩაგეჭრეთ. ან თქვენ არ გჯერათ ეს ლაპარაკო? თქვენ ამისი არ გჯერათ და ანუ ეს პირობები არის მიუღებელია ბატონ ზაზა, მართლა მაინტერესებს. აი პირობები რომელზეც ახლა საუბარი. ესე იგი, ეხლა მე რომ თუ არ მოგწონთ, ანუ არ გჯერათ თუ არ მოგწონთ, აი ეს არის, ჩემთვის აი ვერ გავიგე ბოლომდე. გავაგზავნო ბოდიში რომ გაწევთ თქვენ ისმენდით. განაგრძეთ და პროტესტზე ზუსტად კიდევ რა ვიყო იმ სოფლის მკვიდრი, რომ არ ვიყო ჩართული თავიდან ბოლომდე ამ პროცესში პროექტირების დაწყებამდე ვართ ჩართულები. პროექტირების რა არის მიუღებელი ამ პროექტში მაშინ რომ გაგვიმართოთ. მეგონებოდა რომ საერთოდ სხვა სოფელზე, საერთოდ სხვა ხაზებზე, საერთოდ სხვა სიტუაციაზე და სხვა ქვეყანაზეა ლაპარაკი. ანუ რაც ბატონმა ილიამ თქვა, არ არის რეალობასთან ახლოს საერთოდ. მაშინ მომეცითნება მე კი ბატონო გისმენთ. მაინტერესებს ერთ შეკითხვას დავსვა. ენერგეტიკული თვალსაზრისით აქ პრობლემა საერთოდ არ ადგას. კონკრეტულად აი ამ საკითხზე ცდოს ელექტროგადამცემი ხაზი მარჯვნიდან შემოულის თუ მარცხნიდან. ენერგეტიკის სამინისტროს ასე ვთქვათ სადგივარი ეს არ არის, იმიტომ რომ ეს არ ეხება არც ენერგეტიკის პოლიტიკას, არც ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი საინჟინრო ნაგებობის პრობლემა. სახაზო ნაგებობისთვის არჩეულია მარშრუტი, არჩევა როგორ ხდება? ხდება დავალება საპროექტო ხდება, წინა საპროექტო სამუშაოების შესრულება, როცა ირჩევა რაღაც ლოგიკური გზა, ლოგიკური მარშრუტი ან ლოგიკური ადგილი ნაგებობისთვის და ამის მიხედვით ხდება მერე პროექტირება. ეს სტადიები მე რასაც ვამბობ, ეს არის უამრავი შეხვედრის, უამრავი მუშაობის, არ არის ისე რომ არავინ არსად არ მისულა, ეს არის წლების მანძილზე სისტემატური ურთიერთობის შედეგები და ინფორმაციას რაც მე გავწვდით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტები, ის პროექტები, ის სიტყვები, რაც მათგან მოვისმინეთ, რაც მათგან მივიღეთ პროექტების სახით და ასე შემდეგ. წინა საპროექტო სამუშაოები ამ პროექტზე არ ჩატარებულა. ლაპარაკი არის 220 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობაზე, რომელშიც როგორც გაგვიცხადეს ჯერჯერობით თუ გლობალში და არ ვიცი როგორ იქნება, ჯერჯერობით ეს იმუშავებს 100 ვოლტზე. გინდათ სულ 100 ვოლტზე იმუშაოს. კატეგორია 220 ვოლტისა არის სხვა, 100 ვოლტისა სხვა. ხელოვნურად დაწევრილია კატეგორია, იმიტომ რომ 2 სათაური გააკეთეს ცისფერი მთების არის. ამის დადასტურება თქვენ შეგიძლიათ? ამის დადასტურება კანონში წერია 220 კილოვოლტიანი ხაზის ნაგებობას
ნაგებობა მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ასათიანი ამ კატეგორიას. და აი ეს ორმაგი სათაური გახდა მიზეზი უпростоრად ერთი წუთით ვეღარ მოვასწრებ ჩემს საქმეს. ერთი წუთით დეტალებს ვეღარ გავაგზავნებ. ზიანზე რო ვითხარ კონკრეტულად სოფელ ცდოს რა ზიანი ადგება ამ შემთხვევაში. მარტივად მინდა რომ ჩაულები არა, მაშინ მე ვეღარ მოვასწრებ. დაასრულეთ მე ბატონია და მე თამაშანაც მაქვს შეკითხვა და დინო გველოდება კიდე გუჯერა. ვაშენებთ ახალ ხაზს, ჩვეულებრივ ახალ ხაზს, რომელიც არ არსებობს, იმ ხაზს ვაშენებთ, 220 კილოვოლტიან ხაზს ვაშენებთ. დარიალი, სტეფანწმინდა, აჩხობი. აი ესეთ ხაზს ვაშენებთ, რომელიც მათ შორის გაივლის სოფელ ცდოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ან სოფელ ცდოზე. შესაძლებლობებს ვიძახი. არის შესაძლებლობა სოფელს მოსცილდეს, სამოსახლო ტერიტორიას მოსცილდეს და არის მეორე შესაძლებლობა, თუ ამას შესაძლებლობა ჰქვია, გადაუაროს სოფელს, გადაუაროს იმ ჩვენს ეზოებს, იმ ჩვენს ადგილებს, სადაც სახლებიც უნდა ვიშენოთ და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ სოფელზე გადაიაროს. ამაში ხდება საძოვრები. იმის მიუხედავად, რომ ქონდა ჩვენ შეხვედრა ამ პროექტის ავტორთან, მომავალ ავტორთან და მათ ხელმძღვანელობასთან, იმის მიუხედავად, რომ ქონდა შეთანხმება სიტყვიერი, რომ ამ დეტალებს გაივლიდნენ პროექტირების სტადიაზევე ჩვენთან ერთად და აქ არა ლაპარაკი უბრალოდ ხალისზე, აქ ჩვენი მხრიდან სპეციალისტები ჩაერთვებოდნენ, იქნებოდა კომპეტენტური კონსულტაციები. ამის მიუხედავად ხდება რა? გადის დრო, ვცდილობთ დაკავშირებას და პირადი ურთიერთობები, რაღაცა კომუნიკაცია არ დგება და გარკვეული დროის მერე ვიგებთ, რომ ჩვენი ტერიტორიები სახელმწიფო მიიტაცა, ჩვენი ტერიტორიები ეკონომიკის სამინისტრომ, ამაზე დავა გვაქვს, ვერ ვასწრებთ. ესე იგი, შეგვაქვს განცხადებები, ეკონომიკის სამინისტროში უკვე 2 თვეზე მეტია გასული, პასუხი არა გვაქვს. ჩვენი პროტესტები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მისულია, მრავალ ასეული 600 კაციანი ხელმოწერაა თუ არ ვცდები, მისულია რომ არის ესეთი პრობლემები და მოგაქცეთ ყურადღება, განვიხილოთ, ვერ ვახსენებთ ჩვენი ძალების ურთიერთობას. ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რაც თუნდაც ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას საქართველოს ენერგოსისტემას, რომელსაც ხავს ადამიანური რესურსი, მთელი ხევის მოსახლეობის რაოდენობაზე მეტი, აქვს კაბინეტები, აქვს ტრანსპორტი, აქვს კომუნიკაციები და თანხები, რითაც შეუძლიათ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ან თქვენი მოთხოვნა არის რომ შეჩერდეს ამ გადაცემის ხაზის მშენებლობა. ჩვენი მოთხოვნა არის გონიურული მარშრუტით გაიაროს დენმა. დენისთვის არა აქვს მნიშვნელობა თერგის რომელ სანაპიროზე გაივლის. ეს არა ენერგეტიკული პრობლემა, რაც ამ სოფელში დგას. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არჩეული არის ნაგებობისთვის უარესი თუ მარშრუტი შეიცვალეთ, თქვენ პროტესტ შეწყვეტთ ამ შემთხვევაში? ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება თავდება აი მე ხაი მარშრუტის შერჩევით. ანუ შეჩერდეს ეს მშენებლობა როდის დაიწყო, იცით? როცა არ ქონდათ არანაირი ნებართვა. ბატონი ილია დაგვეთანხმა გუშინ ამაზე, გუშინ წინ. თუმცა ნებართვებზე ქალბატონ თამართან ეს არა მნიშვნელობა. ეხა მესმის მაგრამ ერთი იმიტომ რომ დღეს ჩვენ როზგი მოხვდა, როზგი პირობითად ვიძახი, როზგი მოხვდა, იმიტომ რომ აგვაფარეს ნებართვა, რომელსაც ჩვენ ვთვლით რომ რომელიღა ამაზე კიდევ სასამართლოში დავაგვინდა, მაგრამ ხომ გეუბნებით, იმიტომ დაქოქეს ტექნიკა, იმიტომ აიყვანეს, იქ გაყვანა კი არ ეჩქარება, ტექნიკა სპეციალურად აიყვანეს, იმიტომ რომ გეგმავთ დიდ აქციას ორშაბათს დღეს ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან, იმიტომ რომ სასამართლოებისთვის საბუთებს ვაგროვებთ და გვინდა დროში ვეღარ ვეთრებთ. იმით ჩქარობენ რომ ფაქტი ადგილმონაცვლეობა იქნება თქვენთვის მისაღები პირობა იმისთვის რომ აღარ გაგრძელდეს საპროტესტო აქციები. მე ცოტა სხვანაირად ამას თავიდანვე სხვანაირად საერთოდ არანაირი საპროტესტო შეიძლება ბატონზე ერთ რამოდენ კითხვას დაგისვათ. აი მე ესე გავიგე ახლა. ანუ მე თუ თქვენ აღჯერეთ ჩემი სიტყვების, არ მითხარით რომ ტყუი ვარ, მაგრამ კარგად ისე მითხარით. არა, ბავშვები ხარ ვართ. რას ქვია დაგიჟე? შეიძლება ადგილმონაცვლეობაზე იყოს. რასაც მე ვამბობ კონკრეტული დაწერილი დოკუმენტების მიხედვით, დახაზული ნახაზების მიხედვით, იმ ურთიერთობებში ნათქვამი სიტყვებისა და ტექსტების მიხედვით და ასე შემდეგ. აი, ესე იგი, როგორც მე მივხვდი ბატონსაც არ ჯერა რომ ეს არის რეაბილიტაცია და მხოლოდ 4 ბოძი გადადის კედოსაკეთ არ ჯერა ამის, იმიტომ რომ
ფიქრობს რომ არ არის ის პროექტი ამისი და არის 220-იანი და თუ ეს ასე არის და აი ეს არის მისი შიში და ის იძახის რომ მე ვიტყუები რომ თქვა დავაკეთე არ მწყის ახლა თუ დებატებში ვართ ის იძახის რომ მე გარდა ამისა ჩვენი პროექტი რაც არის 220-იანი ხო და კიდე რაღაცა ხაზებმა გაიოს ახლა მარტივად გეტყვი რა და ენერგეტიკოსები იმედია რომ ისმენ დარიალის ხეობაში არის 100-იანი ქვესადგური ნონსენსია, შეუძლებელია, ძალიანაც რომ მინდოდეს, ავაშენო 220-იანი ხაზი და დაუვადო 100-იანი ქვესადგური. ნუ დავაბნევთ მაყურებელს, ნუ გისმენთ თქვენს იმაზე. მე ლაპარაკია ნაგებობაზე 220 კილოვოლტიან ნაგებობაზე და არა იმაზე რაც აბოგაილის შეიძლება იმან 50 კილოვოლტზე იმუშაოს. ეხლა მეორე. აბსოლუტურად ყოფნის ენერგეტიკულად ის ხაზი რომელიც არის 100-იანი რომელიც გადის ეხლა და საერთოდ ამჭდება 220-იანი. 220-იანი ჯდება რამოდენიმე მილიონი მეტით. სად არის საერთოდ ლოგიკა იმისი რომ მე არსებული ხაზი რომელიც 10 წეულობია იქ არის ამისი რაღაცა მინიმალური გარემონტების მაგივრად დავანგრიო 100-იანი ქვესადგური, ავაშენო 220-იანი ქვესადგური, ავაშენო აქედან 220-იანი ხაზი, დამიჯდეს ეს ქვესადგური დაჭდება 25 მილიონი ევრო. მე რაც თავაზობთ ახლა, ძალიან არ ჯერა ხო ჩემი? აი შემდეგი დებატები მოაწყოთ ენერგეტიკოსების. აი დაასვით ენერგეტიკოსები, დავდოთ პროექტის ნებართვა, გაცემულია ხაზის რეაბილიტაციაზე. 13 კილომეტრიანი ხაზი შენდება, ჩვეულებრივი პროექტია 13 კილომეტრი, რაზედაც გაცემულია ნებართვა შევხვდეთ ესეთ რაღაცაზე. მე ამ წუთას მიმაჩნია გარემოს დაცვის სამინისტრომაც ვთვლით რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გაანთავისუფლა რითაც გამოიწვია ეს ესკალაცია მოახდინა გარემოს დაცვის სამინისტრომ კარგად იცოდა თვითონ ორჯერ დააფიქსირა კი ბატონო უბრალოდ სამინისტრომ ეს მოდი დავსვათ ეს შეკითხვა და მივიღოთ პასუხი მაშინ ვილაპარაკოთ ფაქტების სინამდვილე და არა ჩვენი ინტერპრეტაცია. ზუსტად ამიტომ უნდა დავსვათ ალბათ გამოსაწყინება კომპენსაციები ახსენა დღემდე ეს თემა ვინ ახსენა კომპენსაციას? მოიცა ვინ ახსენა კომპენსაციას? თქვენ თქვით რომ გვართ წაგართვეს საკუთარი კომპენსაცია შეიძლება გადაახვიეთ და საბარა კომპენსაციის ანუ წაგართვეს მიწა კაი თქვენ ბრძანეთ რომ მიწა წაგართვეს აი ეს იქნება კომპენსაცია კავშირშია მამაკაცის მიწა წაგართვეს პირიქით მაგას გეუბნებით იმ დღესაც შეურაცხყოფა მოგვაყენა კომპანიის წარმომადგენელმა იმიტომ დაირეგისტრირეთო მიწებიო და შემდეგ კომპენსაციას გადაგიხდითო და ამაზე კინაღამ ხელჩართული ბრძოლა წავიდა ეს შეურაცხყოფად მიიღო მოსახლეობა არავინ არ ითხოვს კომპენსაციას არავინ არ გეუბნებათ რომ გაიღოთ რაღაცა ხარჯები ააცილეთ სოფელს ხაზი ახალი ხაზი გადაგიხდება ახალი ხაზი შეიძლება აშენდეს აქ შეიძლება აშენდეს არავინ თარი რემონტი არ ხდება სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ვინც უფლებამოსილია შეისწავლოს გნებავთ გამოაქვეყნეთ კი ბატონო დამოუკიდებელი პროექტები გამოაქვეყნეთ არის საინტერესო შემოთავაზება ეს არის პუილი რომ რემონტი მიდის იმ ხაზს შენდება ახალი ხაზი უკაცრავად თუ შეიძლება შეკითხვა რომელსაც მარიამი დაგიხსნა თქვენ ვახსენეთ ფაქტები და ფაქტი არის ის რომ კონკრეტულად ეს პროექტი გულისხმობს დარიალის 10 კილოვატიანი გადამცემი რეკონსტრუქციის პროექტი ვოლტიანი კი არა 200 გაბარიტებში ეს არის პროექტი აღნიშნული სისპერტების ორმაგი სათაური იმიტომ შექმნეს ზუსტად კი ბატონო გასაგებია რატომ გათავისუფლდა გარემოზე ენერგეტიკოსებს მოვიწვევთ მე ერთ-ერთ გადაცემაში კანონის თემაა ეს ენერგეტიკასთან კავშირშია კი ბატონო რატომ გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვისგან თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ მოგახსენებთ ანუ როგორც იცით არსებობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ კანონი რომელიც ამბობს რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო როდესაც დაგეგმილია ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობა ასევე ეს კანონი ამბობს რომ იმ შემთხვევაში თუ ობიექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სასწრაფოდ საჭიროებს რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მშენებლობას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც გადამცემი ხაზი, ასევე ხიდი, ასევე გზა, ხო? ანუ ჩვენ ვერ გავაჩერებთ ისეთ ობიექტს, რომელიც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული რეაბილიტაცია, ასევე არის ერთ-ერთი ამ კანონში რეგულაცია სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც თავისუფლდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდან. შეიძლება ზიანი მოიტანოს პოტენციურად ამ ობიექტმა, ხო შეიძლება ასეთი დავასრულებ.
ვინაიდანაც ანუ ეს პროცედურა მიმდინარეობს ესე, რომ სახელმწიფო უწყება მიმართავს მეორე სახელმწიფო უწყებას და ამბობს, რომ ამ გზის, ამ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში და ვითხოვთ გეზეშედან გათავისუფლებას. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლდება საჯარო განხილვის პროცედურიდან, მაგრამ არ თავისუფლდება იმ ოფიციალური დოკუმენტისაც, რასაც ქვია საბოლოო გადაწყვეტილება სამინისტროსი, ანუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მაგრამ გეზეშედან გათავისუფლება ხდება სპეციალური საბჭოს მეშვეობით. საბჭოს შექმნილია და არის მინისტრის სათათბირო ორგანო. ამ საბჭოში არის 15 კაცი, რომელიც იხილავს მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, იხილავს რამდენად დასაბუთებულია, რომ ეს ობიექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და უნდა გათავისუფლდეს თუ არა. დარიალის ხაზის შემთხვევაში მოხდა ის, რომ საბჭო ცალსახად თანახმა იყო, მაგრამ ვინაიდანაც იქ იყო აღნიშნული, რომ აქ იყო კერძო საკუთრებები, საბჭოს გაუჩნდა მოთხოვნა, რომ მოეთხოვა სახელმწიფო ელექტროსისტემიდან ამ მიწებთან დაკავშირებით და მოსახლეობის თანხმობა. მეორე გადადებულ საბჭოზე მოიტანა სახელმწიფო ელექტროსისტემამ ამ ნაწერები საჯარო რეესტრიდან, ანუ სადღაც ერთი თვის ვადაში, თუ ორი კვირის ვადაში შეიძლება მეშლება ეს ვადა, რომელიც დავჯექით და შევამოწმეთ საჯარო რეესტრში მართლა ეკუთვნოდა თუ არა. და იმსჯელა საბჭომ და გაათავისუფლა. მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამით არ დამთავრდა ეს პროცედურა. ანუ ეს არის სწორედ ის ვეთანხმები ბატონ ზაზას 100 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი 220-ის გაბარიტებში. ოღონდ არის არსებული ხაზი. ამ არსებული ხაზის რეაბილიტაცია ხდება ნაწილი და არა დავასრულებ და მე მსჯელობ რაც ჩვენთან იყო წარმოდგენილი და ვამბობ იმას რაზეც ჩვენ განვიხილეთ და გავეცეთ. ანუ რა ნაწილი არის არსებული ხაზის რეკონსტრუქცია, ანუ ის არსებული ხაზის სადენები იცვლება ახალი სადენით, რომელიც რა თქმა უნდა გაზდის იმ გამტაროვან უნარიანობას და ნაწილი რომელიც გადადის და რომელიც ხდებოდა მიწის საკუთრებებში და ასე შემდეგ, სწორედ იქ მოვითხოვეთ ჩვენ, რამდენად იყო ინფორმირებული ის მოსახლეობა და რამდენად იყო თანახმა. რას ამბობს თუმცა აქვე დავამატებ, რომ სამინისტრო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო არ მსჯელობს. ეს არის იმ ორგანოს და მათ შორის ალბათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბოლოო გადაწყვეტილება, როდესაც გასცემ მშენებლობის ნებართვა. ანუ ჩვენ ვიმსჯელეთ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და იქ რაწერია ზიანზე როგორ შევთანხმდეთ ამას, რომ ანუ დასკვნა არ არის კონსტიტუცია, რომ მეორე უწყებამ გადაწყვიტოს გასცეს თუ არა მშენებლობის ნებართვა. დასკვნა არის გარემოს დაცვის კუთხით შეფასებული. გარემოს დაცვის კუთხით არ არის პრობლემა სხვათა შორის იმ 13 კილომეტრ მონაკვეთზე, რაც იყო წარმოდგენილი, შევაფასეთ, იყო ექსპერტები ჩართული. იქ დასახლებულ პუნქტს არ შევეხები, მე დასახლებულ პუნქტს არ შევეხები, ეს ჩვენ ვაფასებთ გარემოს დაცვის კუთხით, ხო, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება, ჰიდროლოგია და ანუ მოსახლეობა არ შედის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში. კუთხით მე ავღნიშნე საკუთრების ნაწილი და მიწის ნაწილი არის მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი პირობა გარდა პროექტის ექსპერტიზისა. მაგალითად მე ნინო გუჯერაიძე ახლა ჩართვაზე აუცილებლად უნდა მივცე მას საშუალება რომ გააკეთოს იურიდიული ანალიზი იმისი რაც მოისმინე ის ჩართულია ამ პროცესებში. ნინო მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩაგვერთეთ დღეს და თქვენ ამ თემას იცნობთ, ამ პრობლემას იცნობთ. ვიცი რომ სარჩელს ამზადებთ, როგორია თქვენი შეფასება აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით? ორი საკითხი მინდა განსაკუთრებით აღნიშნო. პირველ რიგში ენერგეტიკის სამინისტროს და ბატონი ელოშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ პროცესში საერთოდ გაუგებარია სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის პროცესში ჩართულობის, იმიტომ რომ თავარია ნებართვის გაცემას გასა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცვის საფუძველზე. ენერგეტიკის სამინისტრო ამ პროცესში საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული. ენერგეტიკის სამინისტრო ჩართული იყო ხალხის ეტაპზე, როდესაც მოხდა ინვესტორთან ხელშეკრულების დადება და იქაც ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენდა ხელმოწერის მომენტში. შემდეგში ენერგეტიკის სამინისტროს არავის არის
უფლება მოვალეობები ამ პროცესში არ გააჩნდა და ამ ეტაპზე ბატონი იოლოშვილის ამ პროცესში ჩართულობა და აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის ზეწოლა, რაც ნახეთ ძალიან კარგად კადრებში და ალბათ შეუძლია ამაზე ისაუბროთ. ეს არის მხოლოდ ზეწოლა მოსახლეობაზე და მე ვფიქრობ, რომ ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოახდინონ აუცილებლად რეაგირება და ამის იმედი მაქვს. ნინო, ძალიან მოკლედ მინდა მიპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს სამწუხარო დარჩენილი, თუმცა ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, რადგან ვფიქრობ და ეჭვი მაქვს, რომ ეს ასე სწრაფად არ გადაწყდება. თქვენ როგორ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება? ძალიან მოკლე პასუხი თუ შეიძლება. ამიტომზე ძალიან მარტივი იქნებოდა იმ მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მდგომარეობს ალტერნატიული მარშრუტის განხილვაზე და რაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს თავის დროზე. ძალიან დიდი მადლობა ნინო, ჩვენ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით და მაშინაც გთხოვთ რომ ჩაგვერთოთ. ილია, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი დღეს მე მესმის რომ ერთი გადაცემა ვერ ამოწურავს ამ თემას ალტერნატიულ მარშრუტზე თუ შეიძლება იყოს საერთოდ იმაზე ხარ რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რატო არის როცა მოსახლეობა გამოდის აპროტესტებს და ხაზი შენდება ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ რომ მარტივად რო ვთქვათ, ბატონი ზაზა და მას გვეუბნება ხა ჩვენ. კი არ გააკეთოთ არსებული ხაზის რეკონსტრუქცია. ეს ხაზი საერთოდ მოგვაშორეთ აქედან დარიალის ხეობაზე ქვემოთ გაატარეთ ახალი ხაზი. მე არ გეუბნებით, თქვენი პროექტი ამბობს, თქვენი პროექტი არის 13 კილომეტრიანი პროექტი. რასაც მოსახლეობა ამბობს, შეიძლება მაშინ გადაშალეთ პროექტი და ნახეთ, აი რა ლოგიკა, აი ამიხსენით ლოგიკა. პროექტის ცვლილება ხო შეიძლება თქვა შეთანხმებით მოხდეს. ამას გულისხმობ ამიხსენით პროექტის ცვლილებაზე არა ლაპარაკი რომ ეს ხაზები ეხლა რაც გადის არასდროს არ ამბობენ პასუხს. პროექტის ცვლილება ხომ შეიძლება ვიძახით? ხო, აი ამას მილიონი მეტი ჯდება. არანაირი ლოგიკა ამას არ ამიტომ არსებული ხაზი ეს არ ყოფილა შესწავლილი და თვითონ გამოცხადეს რომ არ აქვს შესწავლილი. საიდაფიჯდება. რამდენიმე მილიონი საიდან მოგაქვს? არსებული ხაზი ესე წარმოიდგინეთ რა ქვეყანა ვართ. არსებული ხაზი უნდა დავშალო და უნდა ავაშენო არსებული ხაზი ახალი. თქვენ პროექტი არსებული მაცარე პროექტი აღნიშნულია რომ არსებულ ხაზს შლიან. და აშენებენ ახალ ხაზს. ეს წერია შავი თეთრზე. თხოვთ გადაშალოთ, ილო გადაშალე პროექტი და ნახე. კი ბატონო, 30 წუთი დავთავროთ გადაცემა. ეკონომიკის სამინისტრო არა ნებართვის გამცემი და ნებართვის გამცემ სამინისტროს უნდა შეესწავლა ეს. პლუს ამას და არ უნდა გეთქვათ თქვენ რეაბილიტაცია. კი ბატონო, ახალი რეაბილიტაცია. თქვენ ნებართვა დაეცით არა, შევთანხმდეთ, რომ თქვენ გაანთავისუფლეთ პროექტი, ახალი მშენებლობის პროექტი გაანთავისუფლეთ. თუ შეიძლება გადაცემის ნიშნავს ნებართვის გაცემას და დავაზუსტებს რომ ეს ახალი პროექტი ალტერნატივა სწორედ მოსახლეობაზე არ გასულიყო. კი ბატონო ილია დღეს დავამთავრებ, თუმცა კიდევ ერთხელ აუცილებლად მე რო ახლა როგორც საბურთალოელი ძირძველი გამოვიდა თქვა რომ გვირაბი რო ააშენეთ იპოდრომთან სახელმწიფოს დაჭირდა მისი რაღაც რეკონსტრუქცია ეს გვირაბი ჩვენ აღარ გვინდა და ააშენეთ სხვაგან გვირაბი და აი ეს არა ლოგიკურია, არა რეალისტურია, არაფერი შეგვიძლია და იმ კორიდორში ზუსტად აი ეს რატოდება უფრო იქნებ უფრო იაფიჯდება. მოდით ასე გავაკეთოთ. დღევანდელი გადაცემა ეკონომიკის სამინისტრო არ ითვლის ამას ითვლის მშენებარე კომპანია პროექტი ვინ შეადგინა ის კომპანია ითვლის და არ გაგვიკეთებიაო ესო გაგვიცხადეს იმათ ერთ-ერთ ოფიციალურ კი ბატონო, მოდით ასე გავაკეთოთ. შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე. იმისთვის რომ მივიდეთ კონკრეტულ შეთანხმებამდე, მე გთავაზობთ კიდევ შევიკრიბოთ ამ თემაზე სალაპარაკოთ და მოვიწვიოთ ყველა ის სტრუქტურა, ვინც არის კონკრეტულად ნებართვის გამცემის და გაჩერდეს შენებლობა, იმ უბანზე გაჩერდეს შენებლობა 13 კილომეტრიანი ზოლი. შეიძლება ეს გაითვალისწინოს 1 კილომეტრიან უბანზე გაჩერდეს 1 კილომეტრიან უბანზე, რომ ჩვენ მშვიდვითარებაში, ხელების გრეხვის გარეშე მშვიდვითარებაში შეგვეძლოს. ამაზე მსჯელობა სასამართლოში განსჯა, ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში. შეიძლება დროებით შეჩერდეს დროს არ გვაძლევთ. დროს იმის მაგურად მე ვიჯნე და სასამართლოსთვის. საკანში მიწევს ღამისთება და ჩემი დაკავების შესახებ საქმის სამწუხარო ჩვენ მეტყვის. პირდებით ამ ხაზის აშენება სჭირდება დაახლოებით თუ არც 3-დან 1 თვემდე თუ ნახევრამდე შეიძლება მეტი. ყველაზე ბოლო მონაკვეთი, აი ხა დავალებას ვაძლევ მაშინ და ვთხოვთ მიმართავ კონტრაქტს რომელიც მუშაობს, რომ იმუშაოს ყველგან, რომ სულ ბოლოს დაიწყოს ამ ხაზებს თუ დაწყებული არ აქვს. თუ დაწყებული ხომ მე ვერ გავაჩერე.
კი, ბატონო. ეხლა ერთი რამ შეიძლება ხელისუფლებას ეხლა ვერა. თუ შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა მე არ უნდა ვიყო დამოკიდებული სასამართლოს პროცესები დასრულდება არ დასრულდება თუ როგორ. მე არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს პროცესები. რა კარგი პოზიციაა. როგორ, ესე იგი, როგორ და პროექტირების დაწყებამდე რომ გაგეთვალისწინებინათ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შენიშვნა, პროექტირების კიდე მეორე თქვენ რა არაფერ შუაში არ ახართ, თქვენ ათ პროექტირებაში მონაწილეობთ. მეორე სამინისტრო არ მონაწილეობს. ჩვენ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა გვაქვს. ენერგეტიკის სამინისტრო კონკრეტული ნაგებობის წარმოებაში აღებულობს მონაწილეობას. ბატონო ზაზა, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას, ახლა ჩვენ მეორე თემა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანაირი პროტესტის მისაღებია. თუ შეიძლება რომ ხელისუფლებას მხოლოდ პროექტი 1 კილომეტრზე შეაჩეროს, შენებლობა 1 კილომეტრზე, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 1 კილომეტრზე შეაჩეროს შენებლობა, რომ მოგვეცეს საშუალება 7 ვითარებაში ცივილურ ფორმებში სასამართლოში კაბინეტებში ხვალ ბატონილია თქვენ გეტყვით პასუხს. ლუძაბავ სიტუაციას ხვალ ვატარებთ აქციას პირველ საათზე ვატარებთ აქციას პირველ საათზე ყაზბეგის გამგეობის წინ როგორც ნებართვის გამცემის პოლიციამ გაგვიცხადა რომ ჩვენ შეგვიძლია ძალა გამოვიყენოთ იმიტომ რომ აი ეს ნებართვა გასცა ყაზბეგის გამგეობას შეაჩერეთ ეს ნებართვა რომ პოლიციამ თავში არ ჩაგვარტყას ხელკეტი რომ ჩვენ საშუალება გქონდეს ვიმსჯელოთ ამ თემას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შესაძლებელი მე ცოტა ვიჩქარე ხოლმე ტექნიკურად უნდა გადავხედო რამე შეიძლება. კი ბატონო, ხვალინდელ გადაცემაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ და პირდაპირ კი ბატონო, აი ამ გადაცემაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ და ხვალო გასცეთ მაშინ მოსახლეობას პასუხი. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით ისევ სტუმრებთან ერთად.